შეეხება გუშინდელ დღეს, ეს იყო გაუგონარი სისასტიკე, მაგრამ პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ჩემთვის ეს არ იყო მოულოდნელი. მე ზუსტად ვიცი რა ჭირს შიგნით ქართულ ოცნებას, მე ზუსტად ვიცი როგორი გამოშიგნულები, როგორი გამოფატრულები და როგორი ყველაფრისგან დაცლილები არიან, მე ზუსტად ვიცი მათი დაპირისპირებების შესახებ და შესაბამისად ის, რასაც გუშინ უყურებდით, ეს იყო ამას ერთი სიტყვით შეგვიძლია აღწეროთ და რაღაც დიაგნოზი შეიძლება დავარქვათ, ეს იყო ისტერიკა. ეს არის შეშინებული ქართული ოცნების რეალური სახე. ფარისეველი ქართული ოცნების, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში პროპაგანდირებდნენ, რომ ქალი ქალია, კაცი კაცია, ისინი კაცები იყვნენ, გუშინ ვისაც უყურეთ, ის გაურკვეველი არსებები, რომლებიც 9 შვილიან დედაზე ძალადობდნენ, რომლებიც ქალებზე ძალადობდნენ და რომლებიც პოლიციაზე ძალადობდნენ. და მე არ შემიძლია, ინგა არ ვიმართო თქვენი ეთერის საშუალებით აი ამ პოლიციელებს. მე მინდა ვთქვა, არაფერი არ მაქვს დასამალი, რომ ძალიან ბევრ მათგანთან მაქვს პირადი კომუნიკაცია. მე ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი როგორ გმობს იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება. მე ზუსტად ვიცი, რომ რიგი მათგანი აპირებს პოზიციის შეცვლას და მე მინდა მივმართო თქვენი ეთერის მეშვეობით მათ. უნდა იყოთ ბევრნი, ვინც ძალიან მალე დადგებით ისტორიის სწორ მხარეს. თორემ არასოდეს თქვენი შვილები ამას არ გაპატიებენ. ჩემი შვილი, რომლისთვისაც კუმირია პოლიციელი, გიждდება, ინგა ჭკუა ეკეტება, გუშინ მეკითხება, მე სულ ვცდილობ, რომ მათ ავარიდო და არ ვაყურებინო აი ამ პატარები არიან ჯერ ამ ყველაფერს. პატარები არიან, მაგრამ ნუ როგორც ჩანს, თვალი მოკრა და რამდენადაც ვიცი TikTok-ზე ნახა და ძალიან გულდაწყვეტილი მეკითხებოდა, დედიკო, პოლიციელებს ასე რატო ექცეოდნენო? ეს უნამუსოები, ეს უსირცხვილოები, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელი ამდენი წლით ჩასვეს ციხეში და დღეს უყურებთ, მე მინდა აი რიგით კოდს ვკითხო, რომლებსაც იცი შენ, ინგა, ჩემი სანაცნობოს არეალი რამდენად დიდია, სწორედ ამიტომ ჩავარდნენ პანიკაში. როდესაც თქვი, რომ ბევრ სურპრიზს უნდა ელოდონ თქო, სწორედ ამიტომ ჩავარდნენ სრულ ისტერიკაში და 2 დღეა მხოლოდ და მხოლოდ ჩემ ინტერვიუებზე საუბრობენ ისინი და სწორედ მათ მინდა ვკითხო და ან ძალიან ბევრ მათგანთან მინდა არ მინდა მაქვს ასე თუ ისე შემხებლობა. მე მეორე პროფესიაც მაქვს, ვარ ექიმი და ნუ ძალიან ბევრ მათგანთან მაქვს შეხება და ძალიან ბევრჯერ უთქვამთ, რომ რომელ ქვეყანაში, თუნდაც აი ევროპულ ქვეყანაში არ დასჯიდნენ ადამიანს, რომელიც პოლიციელს გააწმიდა სილას. რომელ ქვეყანაში არ დასჯიდნენ აი ამ გაურკვეველ არსებებს, რომლებიც არა მხოლოდ ქალებზე ძალადობდნენ გუშინ, არამედ სწორედ პოლიციელებზე ძალადობდნენ. პირიქით აქეთ აღუძრეს კიდე საქმე ალბათ ნახავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება. სოფო, აი ხაც ახსენეთ სიტყვა სიურპრიზი, ახსენეთ რომ გაქვთ კონტაქტი მათ შორის პოლიციელებთან, სხვებთან. შეგიძლიათ გითხრათ, ვის გულისხმობდით, როცა განაცხადეთ, რომ მაგალითად ბევრი ადამიანია თქვენთან ოცნებიდან და თან ისეთები, რაც იქნება სიურპრიზი ოცნებისთვის და ეხლაც გაიმეორეთ, რომ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონო. ამ განცხადებამ აშკარად იყვანა რაღაცნაირად წყობიდან ქართული ოცნება, ყოველ შემთხვევაში დღეს გაკეთებული განცხადებები ყოფილებზე გუშინ საერთოდ გაგდებულები ეძახეს. ეს ყველაფერი ამაზე მეტყველებს. შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ, იგივე ვისმენ ჩვენ მაგალითად ლევან ხაბეიშვილისგან, რომ აი რაღაცა კონტაქტი არსებობს და ქართული ოცნებაც პრინციპში ამბობს მაგას, რომ აი იგივე ვთქვათ ხაბეიშვილი ან სხვა ადამიანები, ვინც ამ თემებზე ღიად საუბრობთ, თქვენ გაქვთ კონტაქტი ოცნების ყოფილ წარმომადგენლებთან. რა ინფორმაციას ეყნობით, როცა ამბობთ, რომ ეს ყოფილები რაღაცისთვის არიან მზად, რამდენად მაღალი რანგის ყოფილებზე საუბრო? ყოფილები არიან თუ მოქმედები არიან, ჩემი მხრიდან სახელებზე და გვარებზე საუბარი და ალბათ ხდებით, რომ ძალიან არასერიოზული იქნება და ამას არასოდეს ვიკადრებ. ერთადერთი რაც შემიძლია დადასტურებით გითხრათ და რაზეც პასუხი შემიძლია ვაგო, ნებისმიერი ჩემს და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია მოხმარდება მხოლოდ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას და მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებს.
არასოდეს არც ერთ ნაბიჯს მე მათგან განსხვავებით არ გადავდგამ ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. არასოდეს, სწორედ ამისთვის ვიბრძვი, სწორედ ამიტომ ვებრძვი. აი მათ და აუცილებლად ადრე თუ გვიან არა ძალიან მალე ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. თქვენ გაქვთ კონტაქტი თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად სარწმუნოა ეს ინფორმაცია, რომ აი ეს ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები დაუშვათ არიან მზად, რომ აქეთ საპროტესტო მხარეს გადმოვიდნენ თუ არა ინფორმაციებით ისინი გაძლიერებენ. ანუ მე შემთხვევითი არ მგონია კიდევ ერთხელ ვიტყვი, აი თუნდაც ბოლო 2 დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები ოცნების ყოფილ წევრებზე, ქართული ოცნების ამჟამინდელი მოქმედი წევრების მხრიდან. ხო, რასაკვირველია, არც ჩემი მხრიდან არ ყოფილა რამდენად მაღალჩინოსნებს შეიძლება თქვა, რომ გულისხმობდნენ. ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, იცით რა, მოდით შევიკავოთ თავი სახელები და გვარებისგან. არც ჩემი მხრიდან არ ყოფილა, შემთხვევითი მათ კი დაწერეს სოფო ჯაფარიძის წამოცდაო, მაგრამ არასოდეს არაფერი არ წამომცდენია და არც გუშინ არ წამომცდენია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მე ვთქვი, რომ მათ ელოდებათ ბევრი სიურპრიზი და სიურპრიზი, რისი სიურპრიზია, მე თუ ახლა ამ ყველაფერზე ვისაუბრე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი სიურპრიზი მიიღებენ ისინი. ამაში ვარ დარწმუნებული და რაც შეეხება ვინ გაახსენე გაგდებულების სიტყვა და სწორედ 2 დღის განმავლობაში აი ასე აბუჩათ მოხსენიებას ვისმენთ კობახიძე კალაძის გუნდიდან მაცას ვინ არის, ანუ როგორ შეიძლება თუნდაც აი პირობითად ლილუაშვილზე ისაუბროს კახა კალაძემ, დინარაძემ და კობახიძემ, კაცზე, რომელიც იყო ყველაზე ერთგული ბიზინა ივანიშვილის. გაგდებულებში ლილუაშვილს გულისხმობდა, ფიქრობ? დარწმუნებული ვარ, ახლა თქვენ ნახეთ, როგორ მოექცნენ ბიზინა ივანიშვილი, რომელიც როგორც ჩანს, ვერ დაკმაყოფილდა იმ რეპრესიებით, რა რეპრესიებიც იყო ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში, მოუწია და გადაწყვიტა, რომ შეეცვალა ისინი, შეცვლილს ისინი გაგდებულებს უწოდებენ. და ლილუაშვილი თუნდაც რატომ მოიხსენიებთ ესეთ ტკბილად ლილუაშვილს? არ მოვიხსენიებ ტკბილად, მე ფაქტს ვამბობ, რომ ლილუაშვილი, რომელიც ყველაზე ერთგული იყო ბიზინა ივანიშვილის, რომელიც შიშველი ხელებით იბრძოდა ბიზინა ივანიშვილთან ერთად პირველივე დღიდან ხელისუფლების შესაცვლელად. დღეს თურმე გაგდებულია და ამას იძახიან ის ადამიანები, რომლებიც ზუსტად მაგ დროს ვანო მერაბიშვილის ბიძას იცავდნენ. ცოტა უცნაურია ინგა ეს დინარაძეზე საუბრო? ხადია. სოფო, აი ბოლო დღეებია გარდა იმისა, რომ ოცნება გპასუხობთ, ისმის მუქარები, მაგალითად თქვენი მისამართით, ხო? ოცნებიდან წასულ ერთდროს ძალიან გავლენიან პირებზე, ეხა ჩვენ რაზე ვსაუბრობდით გაგდებულებზე და თქვენს კავშირზე რაღაცნაირად მოხდა დაკავშირება, აი კალაძემ განაცხადა, წავიკითხავ, სოფო ჯაფარიძე ჩვეულებრივი აგენტურის წარმომადგენელია, ასეულობით მილიონი დაიხარჯა, რათა შექმნილიყო ის აგენტურული რომელიც დღეს არის ამ რადიკალი ეს აკაცუკები ძალიან ჩაიხვენ მეცინება, მაგრამ ხო, მათი სახე წარმოდგენილი გიპასუხა ჩარმანაშვილმა, მათიკაშვილმა, აი რა გექნებოდა თქვენ საპასუხო და რაც შეეხება ისტორიით თქვენ მუქარა ჩემი მისამართით. მე რომ მუქარის მეშინოდეს, დღეს აქ არ ვიქნებოდი. მე რომ მუქარის მეშინოდეს, არ ავირჩევდი იმ გზას, რა გზაც ავირჩიე. მე რომ მუქარის მეშინოდეს, არ ვიქნებოდი 24 საათი გარეთ და არ ვიბრძოლებდი ხელისუფლების შეცვლისთვის. შესაბამისად იმ უკრონ და იყვნენ ძალიან მალე, მოდის 4 ოქტომბერი, როდესაც ისინი უბრალოდ აღარ იქნებიან და დღევანდელი დღე იყო ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რა შეუძლია ხალხს. გუში ნახეთ, როდესაც დაინახეს. შედარებით ცოტა ხალხი, როგორ დიდ გულზე იყვნენ ეს ბჭყალებში ვაჟკაცები, კაცი რომ კაცია მათთვის, აი ეს რაღაც გაურკვეველი არსებები, დიდ გულზე იყვნენ, გვერდით მდგომი მომღიმარი ქალები, რომლებსაც მოწონდათ, რომ ისინი პოლიციელებზე და ქალებზე ზალადობდნენ. და აი ამ სისაძაგლეს უყურებდით გუშინ, მაგრამ დღეს რა მოხდა? დაინახეს ბევრი ხალხი და არიან შეყუჟულები ოფისში. ვერც კი მოახერხეს, რომ თავი გამოეყოთ მაინც. და თქვენ წარმოგიდგენთ ხალხი მდგარა ქუჩაში და დაურბევიათ სასტიკე მეთოდი. ინგა არასოდეს მე მაქვს ამაზე პასუხი. მაქვს ამაზე პასუხი. დღეს ქართული ოცნება არის ჩამოშლილი. დღეს ქართული ოცნება უბრალოდ არაფერზე აღარ დგას. და შესაბამისად ნახეთ დღევანდელი დღე, ხო? როგორც კი ხალხის რაოდენობა გაიზარდა,
ისინი შეიყუჟენ და თქვენ ნახავთ რა მოხდება 4 ოქტომბერს. აი მე რამდენად ახსენეთ ეს 4 ოქტომბერი, წეგან ირინას შეეხო ამ თემას და მე არაერთხელ მისაუბრია. იცით რა, თქვენ იყავით იმ დღეს, ვინც განცხადება გააკეთა პოლიტიკოსებიდან 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად. იქნებ თქვენ მაინც გამცეთ კონკრეტული პასუხი, იმიტომ რომ მე ჯერ ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, როგორ ამხობთ, როგორც თქვენ თავად უწოდებთ, მშვიდობიანად ქართულ ოცნებას, იმიტომ რომ როცა ვსვამ ამ კითხვას, პასუხი არის, რომ აი მერე გაიგებთ, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გვინახავს მრავალათასიანი აქციები, სადაც სპეცრაზმი, ტიტუშკები გამოყრილი, გამოყვანილი, ყავდათ RBS ხალხი, აწამეს ახალგაზრდები, საწამებელ მანქანებში შეყარეს, დასაკითხად გადაიყვანეს, მერე მიუსაჯეს, ყავს უამრავი სინდის პატიმარი და აი ჯერჯერობით მათი დამხობა ვერ მოხერხდა. ამ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავადაც კი. ეხლა თქვენ მე შეგიძლიათ უფრო დეტალურად დამანახოთ, ანუ 4 ოქტომბერს შევიკრიბოთ, როცა ხალხს მოუწოდებ და დავამხოთ. როგორ? მშვიდობიანად. როგორ? რაც აი ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სიტყვა მშვიდობიანი არასოდეს დაგვავიწყდეს და ინგა ახსენე რამდენიმე დღის წინ ნახე ალბათ ბრიფინგი, როდესაც სრულიად განსხვავებული გემოვნების, განსხვავებული პროფესიის ადამიანები ვიდექით ერთად. და გავერთიანდით პაატა ბურჭულაძეს, აი უყურებთ თქვენ კადრებს, ბატონი პაატა ბურჭულაძის ინიციატივის გარშემო. პაატა ბურჭულაძე გადასარევი კაცია, უდიდეს პატივს ცემ მთელი მისი ბიოგრაფიით, მაგრამ აი პაატა ბურჭულაძესაც რომ დაუსვი კითხვა, ჯერ მე ვერ დავინახე, აი როგორ ხდება ეს მშვიდობიანი დამხობა. თქვენ ნახეთ იმ დღევანდელი და ამ ადამიანების უკან, თითოეული იმ ადამიანის უკან, ვისაც იმ დღეს ხედავდით, დგას ასეულობით მისი სფეროს წარმომადგენელი. როგორც მათ შორის ჩემს უკან დგას ასეულობით ექიმი პირობითად. ასე აი ბატონი გიაბუღაძე, ახლა უყურებთ, გიორგი უშიკიშვილი და არაერთი უამრავი ადამიანი ვნახეთ გუშინ. მათ უკან თითოეულის უკან დგას ასეულობით, ათასობით ადამიანი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ერთმა რაღაცამ შეყვარა. ეს არის ჩვენი ქვეყნის სიყვარული. ქვეყნის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ყველაზე მნიშვნელოვანი, ინგა. ეს არის ღირსება და ეს არის თავისუფლება. 4 ოქტომბერს თუ და მე დარწმუნებული ვარ, აი თუსაც ვერ ვამბობ, მე დარწმუნებული ვარ, რომ უამრავი 10,000-ობით ადამიანი იდგება გარეთ. აღონ აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ იდგებიან იქ რომელიმე ან პარტიის წარმომადგენლები, ან ამორჩევლები. იქ იდგება ქართველი ერი, ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი, რომელიც აუცილებლად მშვიდობიანად დაამხობს ამ ხელისუფლებას. ანუ შეიკრიბებით, აღარ დაიშლებით და ასე ამ გზით წავა ივანიშვილი, ეს ბოლო კითხვაა ჩემი. კიდევ ერთხელ ვიტყვი. ნახავთ ყველაფერს, ალბათ ლევანს უსმინეთ რამდენიმე დღის წინ, რომ რაღაცა გარკვეულ ნაბიჯებზე ნელ-ნელა ვისაუბრებთ, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა, ეს იქნება საქართველოს გამარჯვების დღე. ეს იქნება დღე, როდესაც გავიმარჯვებს ქართველი ხალხი, მე, თქვენ და რაც თავარია გაიმარჯვებს საქართველო. აღარ არის ინგა რაღაც აი ამ პოლიტიკური და პარტიული ამბიციების დრო, რასაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად ხედავთ. აღარ არის ცარიელი სიტყვების დრო. ახლა დროა მოქმედების. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც შევუერთდი აი ამ გადასარევ ინიციატივას. მე როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, მზად ვარ ვიბრძოლო, არ ვიცი, უკომპრომისოდ. მზად ვარ ვიბრძოლო ბოლომდე, ვიბრძოლო და რაც თავარია ვიბრძოლო გამარჯვებამდე, რომელიც გარდაუვალი იქნება 4 ოქტომბერს და ამას, მაგრამ ერთი მინდა ვთქვა და მივმართო აი ახლა თქვენ, მოგმართოთ ყველას, ვინც სხეთხართ ტელევიზორთან და გვისმენთ. თუ თქვენ, ჩვენ ყველანი ერთად ვიდგებით გარეთ, გარდა პასუხისმგებლობა არის ყველაზე, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს ისტორიაში უნდა გადავშალოთ ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ფურცელი, რომელიც ცხოვრების ბოლომდე, არ ვიცი, აი ყველა უნდა გავხდეთ ამ
ისტორიული დღის მონაწილე. დიდი მადლობა. თუმცა ქართული ოცნებიდან ალბათ მოისმენთ არაერთ გზის მუქარას, რომ როდესაც მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკობენ, ეს არის არაკანონიერი და მშვიდობიანი დამხობის საპირისპიროდ არსებობს მშვიდობიანი დაჭერაო და ანუ მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველა ნაბიჯი იქნება სრულიად კანონიერი ჩვენი მხრიდან. თავარია მათი მხრიდანაც იყოს ასე. წარმატებებს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს 4 წარმატებებს უსურვებს.